მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ თქვენი მომავლის უახლოესი მოვლენები, რა გელოდებათ. ეხლა არის ჯადოსნური ესეთი პერიოდი, როცა ჩვენ ველოდებით რამე სასწაულს, ხო? აი ვნახოთ ეხლა რა მოვლენები გეწევათ, ისეთი რომ თქვენ გაგეხარდებათ, გესიამოვნებათ. ნუ ვნახოთ ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა სიგნიფიკაცია, ვნახოთ ვისთვის იქნება ეს სიგნიფიკაცია, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნახოთ. ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ. რომ გავიგოთ რა გელოდებათ. ჯერ ნახოთ რა ენერგიებში ხართ, ხო? სხვათა შორის ძალიან კარგი წამოვიდა ენერგია. აი რა მომწონს, ნახეთ. აი აქ ხართ თქვენ ეხლა ძალიან კარგ ენერგიაში, რატო? იმიტომ რომ პრინციპში დიახ, გრძნობთ რომ რაღაც მოდის. კარგი პერიოდი ტყობა, ხართ უკვე განწყობა, გაქვთ თქვენ რაღაც მხიარული. როცა ველოდები ზეიმებს, როცა ველოდები კაი მოვლენებს, შეიძლება ზოგი უკვე ემზადება იმისთვის, რომ შეიძლება კი არა, ყველა ემზადებით, ხო? ჩვენ ახლა რომ შევხვდეთ ახალი წელი. და აი ზუსტად ახლა აქ მაჩვენებენ რომ იცით როგორ არის, აი თითქოს იმიტომ რომ 10-იანი ყოველთვის არის რაღაცა დასასრული, ხო, რაღაცა პერიოდი, დასრული პერიოდი, რომელსაც თქვენ შეიძლება გული გტკიოდოთ რამეზე. ანუ ეს როგორი მომენტი, იცით, როცა მე გავაანალიზე სიტუაცია და მივხვდი რომ მე აღარ მინდა აღარაფერი, რაზეც მე ვინერვიულებ, ყველაფერს ვტოვებ მე წარსულში და ეხლა მინდა ვიმხიარულო. ეხლა მინდა ვიყო კარგად, ეხლა აღარ მინდა უკვე ეს გულის ტკენები, კი ბატონო, აღარ გინდათ ნამდვილად. აქ ნახეთ რა საინტერესო არის, სხვათა შორის არ გამიკვირდება რომ ბევრი ფიქრობს რომ აი ახალი ვინმე შემოვა ჩემ ცხოვრებაში. კი, ნამდვილად ეხლა აქ არის, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, ვიღაცისთვის მაინც იქნება ის რომ თქვენ ელოდებით თქვენს პარტნიორს, შეიძლება თქვენ ცოტა დაუშვოთ წაიჩხუბეთ, შეიძლება გაუგებრობა მოხდა, არ არის აქ ახლა, ბევრი ვერსია შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა თქვენ იცით უკვე რა საჯარო გაშლაში ჩვენ ბევრ ვერსიას ვამბობთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი უყურებს. ეს ინფორმაცია იმათთვის, ვინც მეუბნება ხოლმე, რომ აი შეიძლება ჩემთვის რეზონირდეს, შეიძლება თუ დაუშვოთ, დაიჭირეთ თქვენი ინფორმაცია. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგი შეიძლება ელოდება გზიდან თავის საყვარელ ადამიანს, ზოგი შეიძლება არის როგორ იცით, ანუ მზად ხართ აპატიოთ რა, თუნდაც რაღაც საქციელს, რომელიც შეიძლება არ მოგწონდა თქვენი პარტნიორიდან, თქვენ იმისთვის მზად ხართ. ანუ აი აქ საერთოდ, გამოდის როგორ იცით, თასების დედოფალი. თასების დედოფალი ეს არის უკვე როცა ანუ ხასიათი გაქვთ უკვე, ხასიათში გადავიდა უკვე ის, რომ აი აღარ მინდა უკვე ნერვიულობა რა, აღარ მინდა რა დავიღალე. აღარ მინდა ყველაფერი წარსულში დავტოვო, მე ვემზადები პოზიტიური, კარგი ცხოვრებისთვის. აი ეგეთი ენერგია, მოდით კიდე აბა ვნახოთ, კი, აი იგივეს მეუბნება. ანუ მიდიხართ, გაიგეთ, ანუ ის ცუდი პერიოდები სულ გინდათ რომ დატოვოთ. არ არის ცუდი პოზიცია ნამდვილად, თუ თქვენი თავი იცანით, ვნახოთ ახლა ჩვენ, აბა რა მოვლენები უნდა შემოვიდეს თქვენთან, ისეთი, რომელიც ჩვენ როგორც ყოველთვის პოზიტიურად ვართ განწყობილები და უყურებთ პოზიტიურ ინფორმაციას ველოდებით, იმიტომ რომ ეხლა ანუ როგორ ხართ, იცით, აი ხო გეუბნებით, რაც თქვენ გაწუხებდათ, რაც თქვენ გულს გტკენდათ, თქვენ ამას ყველაფერს ტოვებთ. აქ ადამიანი აშკარად არის მომზადებული, აი ყველაფერი კარგისთვის. მე всё ვტოვებ რა ამ ყველაფერს, მე ვირჩევ ჩემს თავს, მე მინდა რომ ვიყო კარგად, ნამდვილად აი ეს ნერვიულობა და ყველაფერი მინდა რომ დარჩეს რა, იქ სადაც არის და საერთოდ წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან. კი ბატონო, ნამდვილად რა, აღარც ჩხუბი გინდათ, არც არაფერი გინდათ. აი აღარც ფიქრი გინდათ, რომ ვთქვათ, თქვენს აი ცუდი ფიქრები ყველანაირად გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან
წავიდეს. არის გადასარევი განწყობა, პრინციპში ახლა ეს ამ გაშლას ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პერიოდში, როცა ნამდვილად ჯობია კიდევაც რომ გაანალიზოთ თქვენ ყველაფერი აბსოლუტურად, დატოვოთ ცუდი ფიქრები და უკვე განწყობა გქონდეთ ახალი ცხოვრებისთვის, ახალი მოვლენებისთვის. მე მომწონს, კარგი განწყობა არის ძალიან. შეიძლება ვინმე დაპატიჟებული ხართ მეგობრებთან ერთად, ან საუბარი შეიძლება გქონდეთ ვიღაც მეგობრებთან დაუშვოთ. და კარგი ენერგია, კარგი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ უახლოს მომავალში რა მოვლენები იქნება თქვენ ცხოვრებაში, ისევ და ისევ პოზიტიურად, ხო? ვუყურებთ ჩვენ, იმიტომ რომ საერთოდ როგორი განწყობაც გვექნება, ისე იქნება ჩვენი ცხოვრება. ჯერ იმიტომ რომ ყველაფერი არის დღეს ჩვენ ის ვართ, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ. თუ ვფიქრობთ ნეგატივზე, ნეგატიური ცხოვრება. თუ ჩვენ არ გვჯერა იმისი, რომ ცხოვრება იქნება კარგი, ლამაზი, თუ მე არ ვაძლევ უფლებას, რომ თქვათ, მქონდეს ის, რაც მე მინდა, მე თვითონ თუ არ ვაძლევ უფლებას, არ შემოვა არასოდეს და მიჭერეთ ეს ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული და შეგიძლიათ შემესპოროთ, მაგრამ ეს ასე, ეს უკვე შემოწმებული არის. უბრალოდ ყველაფერი მოდის თავის დროზე და მაშინ როცა ნამდვილად ჩვენ უკვე ვართ განწყობილი იმისთვის, რომ მივიღოთ ეს კარგი ჩვენს ცხოვრებაში. ნახოთ აბა ჩვენ აი მაგალითად ძალიან კარგი ინფორმაცია იმათთვის, ვისაც გუშინაც დავდე ვიდეო, რომ მე ძალიან მიხარია, რომ შეიძლება ზოგი ფიქრობდა, რომ მე არ შემიძლია, მე არა მაქვს საშუალება, რომ თქვა თუნდაც ვისწავლო ჩემთვის ტარო დაუშვათ. აი ახლა გაქვს საშუალება, ამიტომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს აკადემიას და აი ახალი იქნება ის, რომ თქვენ ახლა მიიღეთ ახალ ცოდნას. ძალიან გამიხარდება. ნახოთ, აბა რა მოვლენები მოდის თქვენს ცხოვრებაში. ახალი. უახლოსი მომავალი ეს არის სადღაც უფრო აი ერთ თვემდე რა. არ გვინდა ჩვენ ახლა შორი, ну მაქსიმუმ 3 თვე თუ გინდათ, მაგრამ მე ვიღებ აი სადღაც ეხლა აი მალე რომ იყოს რა, მალე შემოვიდეს. კარგი, რა შემოვარდება? აი რა შემოვარდება? აი ზუსტად რაც გითხარით მე თქვენ, უცბად თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომელიც თქვენ არ ელოდებოდეთ. შეიძლება, იმიტომ რომ აი ზუსტად თან ახლა ანუ ინფორმაციას მიიღებთ ისეც, რომელიც თქვენ ძალიან გაგიხარდებათ, გაგახარებს. იმიტომ რომ შეიძლება უკვე ფიქრობდეთ, რომ არა, ну აქ კი თქვენ აი მაჩვენებენ, რომ გინდა ძალიან უშვებ ტოვებ ამ ცუდს და ამიტომ შემოდის რაღაცა ისეთი კარგი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უკვე ფიქრობდეთ, რომ ну დაკარგული რაღაცა შეიძლება გქონდეს. ხო შეიძლება რა ვიღაცა რაღაც დაკარგულს იპოვის რა და თან ისე მოულოდნელად დაუცბად, რომ აი რა გითხრათ რა. კიდე შეიძლება სხვათა შორის აქ დაბრუნდება ადამიანი, რომელსაც თქვენ უკვე ფიქრობდეთ, ან даже დაბრუნდება კი, აი მოგწერს დაუშვათ ადამიანი, ან ინფორმაციას მიიღებთ ადამიანისგან, რომელიც შეიძლება უკვე არ ცელოდებოდეთ. კი. კიდე არის აი ეს ამას აი ზუსტად ეს მაინტერესებდა. აქ კიდე შეიძლება შემოვიდეს, ანუ მოგეცემათ ისევ იმედი იმისი, რომ თუ დაუშვათ სადღაც თქვენ გინდოდა წასვლა. მაგრამ არ როგორ არის იცით, აი ზუსტად ეს მომენტი მე რო გითხარით, რომ უნდა ჩემს თავს მივცე უფლება, რომ ეს შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში. სიტყვაზე სადმე წასვლა გინდათ, სადმე გადასვლა გინდათ. თუნდაც მანქანის ყიდვა გინდათ, ხო? აი აქ ამიტომ რომ ახლა ეტლი არის და ამიტომ შემიძლია თქვა აქ რამდენიმე ვარიანტი თქვენთვის. აი აქ უკვე ადამიანი დაფიქრდება, რომ მე მართლა ვაძლევ უფლებას ჩემს თავს, რომ იმიტომ რომ იცით როგორ არის, აქ თითქოს ადამიანი ხვდება იმას, იმიტომ არ შემოდიოდა ჩემ ცხოვრებაში. ის მე რაც მინდოდა, იმიტომ რომ მე თვითონ ვბლოკავდე. აი თვითონ დაბლოკვა როგორ არის, იცით, როცა შენ ახლა აი არა ხარ დარწმუნებული რაში, ზოგს ახლა შეიძლება ფიქრობ ზოგი რომ აი ეს ყველაფერი ზღაპარია, კი კარგია რომ თქვათ ახლა ეს მოხდეს, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის, აი დაუშვით უყურებთ ახლა თქვათ ბინა გინდა და ათვალიერებთ რამე
Facebook სოციალში ძალიან ბევრი საინტერესო ლამაზი სურათები აქვს ხოლმე ან rilsები და უყურებ და მოგწონთ და ფიქრობთ, არა, ეს ეხლა მაგას მე ვერ ცხოვრებაში ვერ გავქაჩო. ან დაუშვათ ეხლა, არა რა, ეხლა ასეთი მანქანა ძალიან მაგარია, მაგრამ მე ვერ ეს, სად რა ვინ რას გაიგეთ? ანუ შენ უკვე წინასწარ შენ სამყარო განახებს, რომ ნახე როგორი ვარიანტები არის, ნახე როგორი სასიამოვნო რაღაცები შეიძლება შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. ანუ ეს ხო არსებობს, ეს ხო არის, ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენც შეგიძლია მიიღო, მაგრამ შენ ზიხარ და ეუბნები შენ თავს, რომ არა, სამყაროც ეხლა როგორ მუშაობს, როცა შენ ამბობ არას, ანუ ნახეთ, ეს თუ ლამაზი სურათები მოდის თქვენთან, ხო, დაუშვათ ახლა თვალიერებთ რაღაცას. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე ამაზე ფიქრობ, შენ გინდა ეს სილამაზე და შენ გაჩვენებენ ვარიანტებს, ხო? ასე მუშაობს სამყარო. მაგრამ ანუ ეს იგივე როგორ არის, იცით რომ თქვა დაუშვათ ზიხართ სახლში, არის თქვათ ვიღაცა კიდე თქვენთან ერთად სახლში, თქვენ ახლა ზიხართ და ფიქრობთ, ვაი, როგორ მინდა ახლა ის ნამცხვარი, აი მაშინ რო ჭამეთ აი იმ კაფეში, როგორ მინდა და დაუშვათ იმ თქვენმა და პარტნიორი, ახლობელი, რა ვიცი, შვილი არ აქვს მნიშვნელობა. უცბად იზახოს, ვაიმე, მოდი მეკიყიდე ახლა, ან შევუკვეთოთ და მოვიტანოთ, რა პრობლემა? და უცბად რო იძახა, ვაიმე, არა, იცი რა არის, თან ძალიან ძვირია, თან მოიცადე ახლა, ამაზე ახლა მიდის, შევუკვეთი, არა. კაი იყოს ახლა, არა. აი, всё, არა. ამ დროს გქონდა შანსი, რომ დაუშვათ მიგიღო ისე ვთქვათ ეს ნამცხვარი, გეჭამა და ისევ მიიღე სიამოვნებას. აი ზოგჯერ ასეც ხდება, გაიგეთ? ზოგჯერ კი არა, მასე ხდება სულ რა. და აი იმიტომ მაჩვენებენ, რომ პრინციპში შენ ახლა უბრალოდ სამყაროს ენდე უთხარი სამყაროს რა გინდა შენ და აუცილებლად მიიღებ. ბლოკავ იმას, რაც უნდა შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. იმიტომ ჩვენ ახლა რო გვაქვს აი გოგოები ტრენინგზე რომ მყავს ახლა ვინც აკეთებენ ახლა სურვილებს ჩამოვწერთ ჩვენ ყოველ დღე და ახლა 1-დან 12 რიცხვამდე იანვარში ჩვენ უკვე მთელ წელს დავგეგმავთ. ანუ ჩვენ რას ვამბობ ამით, როგორ ვგეგმა? ანუ სამყაროს ვეუბნებით რა გვინდა ჩვენ რო იყოს ამ რის უფლებას მე ვაძლევს ჩემს თავს, რომ მოხდეს აი ზუსტად ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სამყარო მოგცემს ჩვენ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ ნამდვილად გჭირდება და რისი მიღების ბაც აი მზად ვართ რომ მივიღოთ, გაიგეთ? იმიტომ რომ არის ეგეთი მომენტები, რომ შეიძლება ადამიანი კი ამბობს, რომ მინდა სიტყვაზე, მაგრამ ამ დროს მზად არ არის რომ მიიღოს და კიდე არის ზოგი სხვათა შორის რამენაირი რამე მანქანა მაინც მინდა, რამე სახლი მაინც რომ მქონდეს და ისეთი იქნება, რომ აი ეგ სიტყვა რამე არა კონკრეტულად. აი აქ გეუბნებიან, ბლოკავ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ჩქარობს შენ ცხოვრებაში და ამიტომ ბლოკავ. აი, ნახეთ რას გეუბნებიან. თუ შენ მიიღე ეს გადაწყვეტილება, დაუშვათ ახლა უკვე შენ ხო თქვი, რომ მე ვუშვებ, აი აქაც ნახეთ, მე ვუშვებ ამ ცუდ რამეს. всё, გაუშვებ. ნერვიულობ რა. აქ სხვათა შორის ის ნერვიულობაც თუ გქონდა დაუშვათ თქვენს მამაკაცთან, თქვენს პარტნიორთან, ყველანაირად ესეც უნდა წავიდეს, რაღაცა დაარდიდო გქონდათ. ამასაც პრინციპში თქვენ განწყობილი ხართ იმისთვის, რომ უკვე ეს დარდი გაუშვა და ამიტომ არ არის ცუდი და აქ სხვათა შორის ვიღაცასთან შემოდის ახალი სიყვარული, თქვენ აზრზე არ ახართ, არ იცნობთ ჯერ ამ ადამიანს სხვათა შორის, იმიტომ ვინც დაუშვათ აქ უშვებს ურთიერთობას, რომელიც უკვე თქვენთვის როგორია, იცი, აი всё, დასასრულს მივუახლოვე და თქვენ უკვე იცის ძალიან კარგად, რომ ნამდვილად ეხლა უკვე აქ გამოიწურა, ხო, ალბათ დრო. ანუ ეს როდის ხდება, იცით, როცა აი გუშინ გოგოები მეკითხებოდნენ კონსულტაცია გქონდა ჩვენ ტარომანარაზე, ხო, გვაქვს ახლა კურსი. ეხლა მიმდინარეობს და მან არის საერთოდ ძალიან ესეთი დასტა, რომელიც აი კვეცნობიერი და ამოიღებს ყველაფერს აბსოლუტურად და რა თქმა უნდა ურთიერთობაზე ძალიან მაგარი დასტა.
ხო და საუბარი გქონდა გუშინ გოგოები მეკითხებოდნენ რომ აი კარმული ურთიერთობა როდეს არის ესეთი ვარიანტები რომ დაუშვათ რომ თქვათ ადამიანები დარჩნენ ერთად. კი, როგორ არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა ჩაატარო ძალიან დიდი სამუშაო შენს თავზე და პლუს კიდე შენმა პარტნიორმაც კი უნდა მოინდომოს რომ დაუშვათ იმანაც რაღაცები თავის თავზე, ну, შეცვალოს რა, რაღაც იმუშაოს ამაზე და ამიტომ როცა არის ის მომენტი, რომ აი შენ დაუშვათ ფიქრობ, რომ მე ყველაფერი აბსოლუტურად გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ყოფილიყო ნორმალური, თქვათ, მაქსიმალურად, აბსოლუტურად, აი, სწავლობდი, თქვათ, ეხლა ხო, რაღაცებს ვაკეთებდი, ну, რაც შემეძლო ყველაფერი, ხო? აი ეს არის ეს სიტყვა, როცა უკვე ნამდვილად მოგივად, რომ მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობისთვის, აი ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ აი ეს კონტრაქტი შეასრულე, კონტრაქტი დაასრულე უკვე, ხო? და სხვათა შორის თქვენ თუ გონიათ რომ ეს იქნება მტკივნეული გასვლა, არა. ანუ ეს როგორ არის, იცით? არ ენერგიულო თქვათ რომ ვაიმე და აი ხა რომ დასრულდეს, მე ხო შეიძლება თქვათ გავგიჟდე, გადავირიო და როგორ გაუშვა, არა. ეს ისე საინტერესოდ მუშაობს, რომ თუ დაუშვათ ნამდვილად მაღალი ძალები ხედავენ რომ შენ იმუშავე, შენ ყველაფერი გააკეთე, შენი შეცდომები, რომელიც უნდა დაგიმუშავა, თქვათ ახლა, რომელიც გქონდა სულს წინა ცხოვრებიდან, შენ თვითონ დაამუშავე, ხო? შენ უკვე წინ წახვედი, ანუ ძალიან აი ტკივილის გარეშე გაივლის ეს დაშორება, რო იცოდეთ და აი თვითონ გაგიკვირდებათ, რომ არასოდეს არ მეგონა თუ მე ასე ადვილად გავუშვებ ჩემი ცხოვრებიდან ამ ადამიანს რა. და ეს აი საოცრება რაღაცა ისე მუშაობს, რომ აი გაგიკვირდება თქვენ თვითონ, რომ დაჟე შეიძლება მერე გავიდეს პერიოდი, იტყვით რომ ღმერთო რანაირად შემეძლო რომ მეყვარდა მე ეს ადამიანი და ვიждებოდა ვენებს ვიჭრიდე. ამიტომ ეს ეს ბლოკი არ გქონდეთ თქვენ, რომ იმიტომ რომ არის ზოგჯერ აი ესეთი ფარული თვისებები, რომელიც თქვა აი გვიშლიან ხელს იმაში, რომ თქვა, იმიტომ არ მივდივარ მე თქვა ამ მომენტებს თქვა რაღაცა უარყოფით, აი მე რო გეუბნებით, რომ პარტნიორს უნდა უსმინეთ, პარტნიორასაც გეუბნებათ, თქვენ ახლა გაანალიზეთ, ხო? ზოგი იმას იმიტომ არ აკეთებს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ მე რო ეხლა ამასთან სულ ყველაფერი დავამუშაო, ეს სულ ყველაფერი. ეს არ არის, ნახეთ, ეს არ არის მყაფიო, აი ესეთი სააშკარაო ფიქრები არ არის. ეს სადღაც არის ეს ფიქრები რა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ რამე გამოვასწოროთ, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ეს ფარული სარგებლობები, ქვია მაგას რა. მე რომ ეხლა რამეები დავამუშაო მაგასთან, ხო? მაშინ ხო შეიძლება რომ დავშორდეთ. ხო ამბობენ რომ კარმული მთავრდება და მე არ მინდა მაგასთან დაშორება, ამიტომ იყოს როგორც არის. გაიგეთ? და სიტუაცია ამ დროს უარესდება და ხშირად არის ესეთი მომენტი, რომ დაუშვათ შენ ამასთან ვერ დაამუშავე ეს ყველაფერი თქვათ, აი დაუშვა, ну, ნებისმიერი სიტუაცია ხა ყველას თავის ამას უფრო კარგად ხედავ ხოლმე მატრიცას როცა ვაკეთებ, იმიტომ ჩემი ყველა გაშლა როცა მოდიან ჩემთან, მე დიაგნოსტიკას ვაკეთებ მატრიცას, იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად ეტყობა, რომ სული რისთვის მოვიდა და რა უნდა რომ გამოასწოროს. აი, ძალიან ადვილია. ეხლა ესეთი დრო არის, რომ არავის არ აქვს მისი უფლება, რომ თქვას, ну, რა ვქნა, მე არ ვიცოდე და იმიტომ ვიტანჯებოდე. არავითარ შემთხვევაში გაქვს საშუალება ყველანაირი გაიგო შენი სულის გზა და არ იტანჯე პირიქით, ამას დააკვირდე და გამოასწორო და იცხოვრო ბედნიერად. და აი აქაც ზუსტად ეს მომენტი, იმიტომ შეიძლება ადამიანი თქვა არ ამუშავებს თავის თავზე, რომ აი ეშინია, რომ აი მე ან კიდე არ მინდა ტკივილი გადავიტანო, თუ უკვე გქონდა თქვენ დაუშვათ დაშორება ადრე. ეხლა უკვე აღარ გინდათ რომ კიდე ზიანი მიაყენოთ თქვენს თავს და ჯობია როგორც არის იყოს. გაიგეთ? ეს მაგრამ მე პერიოდულად ეს ხდება, რომ პარტნიორი ხო მოვიდა იმისთვის, რომ თქვათ, შენ დაგეხმაროს, ხო? ის კიდე ცუდად თქვათ მოგექცა, კიდე გული გატკენა და შენ კიდე გადაყლაპე, კიდე და აი
არის მერე მოდის უკვე ეს პიკი, რომ თქვი ამბობ, რომ всё აღარ მინდა რა, მაგრამ შეიძლება შემოვიდეს პარტნიორის სხვა დროთა განმავლობაში იმაზე უარესი და თავიდან იქნება უფრო ტკბილი, მერე უარესად ჩაგაგდებს იგივით იმაში, რომ სულს აქ ეს ამოცანა უნდა გაიაროს, ხო? უნდა გამოასწოროს. всё. შეიძლება ეს მოხდეს ან პარტნიორის მეშვეობით, ან მეგობრების, ან შვილების, ან მშობლების, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საიდანღაც მაინც იქნება ეს მომენტი. ეხლა ამას რატომ მოვაყოლე აქ ამდენი? იმიტომ რომ აი აქ თქვენ გეძლებათ ეს საშუალება, რომ თქვენ თუ დაუშვოთ უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ და თქვით, რომ მე უკვე აღარ შემიძლია, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ზოგს სხვათა შორის კიდე რისი შიში აქვს, რომ აი მე დავრჩები მარტო. აი ვაი თუ აღარავინ შემოვა ჩემ ცხოვრებაში და აი ამ მარტოობის შიშის სხვათა შორის ხშირად ტოვებს ადამიანს ტოქსიკური ურთიერთობაში, სადაც აი მტკივა, სულწყენა, ადამიანი არ მექცევა, ისე თქვათ, აი როგორც არ გამოხატავს თქვათ გრძნობა და ასე შემდეგ და მაგრამ ცუდია, მაგრამ მაინც ხომ ყავს და იყოს. გაიგეთ და ამიტომ არიან კიდე რო იტანჯებიან ბევრი და ზიან ეგეთ ურთიერთობაში. აი აქ მემაჩვენებენ რომ შენ ნუ გეშინია. შენ თუ მიიღე უკვე ეს გადაწყვეტილება და აღარ გინდა უკვე ეს ტანჯვა, იმიტომ რომ შენ დაასრულე აქ რაღაცა გაკვეთილები, რომელიც შენ უნდა გაგებლო პიროვნებასთან, გაუშვე. არ შეგეშინდეს, აქ შემოდის ახალი ურთიერთობა შენს ცხოვრებაში. და ვისაც დაუშვათ უკვე ვინც დაამუშავა და გაუშვა ეს სიტუაციები და თქვენ გრძნობთ რომ პარტნიორიც იცვლება ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის უეჭველი, ეს ასე მუშაობს. როცა თქვენ დაუშვათ, ანუ გამოასწორებთ იმ სიტუაციას, იმ ამოცანას, რომელიც აქვს სულს ჩაფიქრებული, რომ უნდა გამოვასწორო ყველას თავისი, იმიტომ გეუბნებით რომ მატრიცაში ეს არის. და ჩანს ძალიან მყაფიოდ, აი მაშინ შეიძლება ეს ადამიანი ეგრევე ისე იცვლება, რომ აი გაოცებული ხარ, რომ თითქოს სხვა კაცი მომწე, ან ქალი მომწეს, ხო, აი თითქოს იგივე არის, მაგრამ რაღაც სხვანაირია, რაღაც რა ხდება, რა ჭირსავეთი ამას რა. აი რო იციან ხოლმე, ვაიმე ისე შეიცვალა, ვერ ვცნობ მაგას. რატო შეიცვალა? იმიტომ რომ შენ მიხვდე და რაღაცა დაამუშავე და ეს რაღაცა მოიშორე და ამასაც უკვე გაუხარდა რა. ეს ყველაფერი ხდება სულების დონეზე. ეს მართლა მუშაობს. მე არ ზღაპრებს არ გიყვებით. მე გეუბნებით, მე პრაქტიკოსი ვარ რა. მე გეუბნებით პრაქტიკიდან. ხო და ამიტომ არის აქ რომ არ შეგეშინდეთ, აქ მოდის რაღაცა შენ ცხოვრებაში სიახლე აუცილებლად, იმიტომ რომ შენ და ამ შენ პარტნიორთანაც ახალი პერიოდი შეიძლება დაიწყოს. და პლუს კიდე ეს ყველაფერი, ეს ტოქსიკური სიტუაცია, რომელიც შეიძლება გქონდეთ თქვენ ამ პარტნიორთან, დააკვირდეთ კარგად, ნუ ჩემთან ყოველ შემთხვევაში მე დავაკვირდი, მოდიან ესეთი ადამიანები, ვისაც ნამდვილად აი ყურუმი მიგზავნის, ასე რომ ვთქვათ. ყურუმი მიგზავნის და ყურუმის გამოგზავნა ეს არის, რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი არის საჭირო, რომელიც დაეხმარება სხვებს და თუ დააკვირდით თქვენ, ტარო არის ძალიან მაგარი ინსტრუმენტი, რომელიც მართლა, ანუ მე რა ვქნა, აი რაც გინდათ ეს თქვით, რა ვქნა, ნუ ის ჩემი ეგეთი მიდგომა და ასე ვასწავლე მე ჩემ მოსწავლეებსაც, რომ არ ვიყენებ მე სამკითხაოდ, სავარაუდოდ კი შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ აი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება მოხდეს, მაგრამ შენაირში ის, რომელიც შენ გინდა და აი ძალიან მე რაღაც არ მსიამოვნებს, ნუ მე არ ვიძახე რომ ეს დოგმა არის, არა, მე თვითონ არ მსიამოვნებს, როცა აი ტაროს უყურებენ მხოლოდ როგორც გასართობ ინსტრუმენტს და როგორც თქვათ ინსტრუმენტს, რომელიც ახლა ან მეშინია მე გუშინაც ვთქვი ჩემს ვიდეოში, გააჩნი ვის ხელში არის და რისთვის იყენებ და მე ვიცი რომ უამრავი ფსიქოლოგებიც იყენებენ ტაროს, იმიტომ რომ ადვილად და მალე გვეუბნება ჩვენ სიტუაციას და გვეხმარება, გვაძლევს ჩვენ საშუალებას სავარაუდოდ რა შეიძლება თქვათ
გავაკეთო, ან რა მოვლენები შეიძლება იყოს და ეს უკვე გაძლევს საშუალებას, რომ გამოასწორო. ნუ ამაზე გავამახვილებდი ყველა ვარიანტში ყურადღებას, თქვენ იცით, რომ ჩემი დამოკიდებულება საერთოდ ყურუმთან, ვინ სულ მიყურებს და აი აქ ვიღაცასთან მართლა შემოდის ეს საშუალება, რომ თქვენ მიიღოთ ეს ცოდნა და ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მე ეს გადავწყვიტე. კიდე შემიძლია გითხრათ, აქ ვიღაცას ძალიან გაგეხარდებათ რა. თქვენ აქ ვიღაცას მიიღებს წინადადებას, აი კორწინებაზე და სხვათა შორის გეძლევათ პერიოდი, რომ აი ნახეთ ერთი ვარიანტი, რომ ეხლა ბევრი ხარ და მაგიტომ პირველი ვარიანტი შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც თქვენს შემოგთავაზებს სერიოზულ ურთიერთობას და აქ იქნება ოჯახი და სხვათა შორის ძალიან ბედნიერად იქნებით. მეორე ვარიანტი, თუ თქვენ მართლა დაამუშავეთ ამ თქვენ პარტნიორთან რაღაც ეს მომენტები, აქ როგორ არის, იცით, აი თითქოს მე ვუშვებ ამ ჩემ ეს იმას, რაც მე თქვათ, აი არ მომწონდა, არ მქონდა მეუღლეობა, იმიტომ რომ თუ ძველზე ვთქვათ, ან იმაზე ვინც ახლა ყავთ, ხო? აქაც შეიძლება ადამიანში ესეთი პროცესები მიდის, რომ შეიძლება მიგიყვანოს თქვენ იმ დონეზე, რომ თქვენ იყოთ ერთად, როგორც ოჯახი. და კიდე არის აქ ესეთი მომენტი, რომ შეიძლება სხვათა შორის, აი თუ ურთიერთობაზე ხო ვლაპარაკობ, თქვენ მიიღებთ იმ ბედნიერებას, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. აქ დიდი ბედნიერება შემოდის თქვენთან, ძალიან დიდი გახარება. აი თუ საბუთელოდებით საბუთის მიღება, ოჯახების გაერთიანება, შეიძლება თქვენ მანძილზე ხართ, დაუშვათ და უკვე ფიქრობთ, რომ ადამიანი თქვათ არ გამოდის, თქვათ, ნუ არაფერი არ გამოდის, ნერვიულობთ რაღაცა. აქ არის დიდი, აი ნახეთ, ეს არის უკვე საიდუმლოს გიხსნიან, ნახეთ. შეიძლება არის ესეთი მომენტი კიდე ვიღაცისთვის იქნება, ზოგჯერ მაგალითად მამაკაცი თქვათ, აი ნუ დგება ისეთ პერიოდზე, რომ ფიქრობს, რომ სერიოზული ნაბიჯი მინდა გავაკეთო, მაგრამ ამისთვის უნდა დრო. და არის ეგეთი მომენტებიც, როცა სიტყვაზე იკარგებიან, ხო? და შენ უკვე ფიქრობ, რომ მორჩა ეს ადამიანი სადღაც დაიკარგა, არ ჩანს, ეთყობა დავასრულეთ ურთიერთობა, რა ვქნა და ბევრი კითხვები გებადება. ამ დროს მამაკაცებს ეს თვისება აქვს, იმიტომ გეუბნებით, რომ ისწავლეთ, წაიკითხეთ მამაკაცების ფსიქოლოგია. მჭირდება მაგას ზოგჯერ ეს დრო რო იყოს თავისთვის, მარტო რომ დაფიქრდეს და მე უცბად შეიძლება მოვიდეს და გითხრას, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, მე მინდა რომ მე და შენ ვიყოთ ერთი ოჯახი. და შენ ზიხარ და აი მოულოდნელი სიხარული, ხო? გაშლა, კაი თემა, ხო? მოულოდნელი სიხარული, აი მოულოდნელი სიხარული. მოულოდნელი, იმიტომ რომ შენ და მაგრამ ეს ჯერჯერობით აი აქ გვაჩვენებენ ვიღაცისთვის, ეს არის ჯერ ანუ იმენა საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ ყურუმი არ ხსნის ხოლმე, მაგრამ აი აქ მაჩვენა. ეს ინფორმაცია სხვათა შორის ეთყობა ვიღაცაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგით, ერთიც კიდევ ვნახოთ ჩვენ ახლა რა იქნება, რა მოვლენა კიდე შეიძლება იყოს და всё. აღარ გაგაჩერებთ. უკვე წადეთ და მოემზადეთ საახალწლოდ. რაღაცები, ალბათ გაქვთ მოსამზადებელი. აბა კიდე რა გაგვეხარდება ჩვენ? კიდე. აი გეუბნებით, აი პროსტა დასტა როგორ მუშაობს გავგიჟდე რა. მეორე დასტა და იგივე. აქ მეუბნებიან, რომ თქვენ სრულიად, აი რასაც არ ელოდებით, აი ისე არ ელოდებით, მაგრამ ძალიან დიდი სიხარული შემოდის თქვენთან. ვიღაცას მართლა ხელის თხოვნაც იქნება. აი უკვე არ ველოდებოდი, არც მინდოდა, არც მიფიქრია, აი ესეც. კიდე ვიღაცასთან შეიძლება სხვათა შორის სრულიად მოულოდნელად ვიღაცა ჩამოვა თქვენთან სტუმრად. სრულიად მოულოდნელად, ან დედა, ზოგს ბებია თქვა, დედამთილიც და სიდედრიც. Так, ხო, სრულ არ ელოდებით თქვენ, вообще არ ელოდებით. კიდე, აი გეუბნებით რა. კიდე ძალიან აი სამსახურის თემაზე რო თქვა დაუშვათ, შეიძლება ისეთი ადგილი შემოგთავაზონ თქვენ,
რომ არ ძლოდებით და იცით როგორი მომენტია, ნახეთ ვიღაცის ეს არის ინფორმაცია. დაუშვათ თქვენ აი აქ დაბრუნება არის, იცით როგორი? შეიძლება დაუშვათ თქვენ ფიქრობდით, რომ კონტრაქტს აღარ გამიგრძელებენ, ხო? სადღაც მუშაობთ. ეს ოჯახშიც თუ მუშაობს გოგოებო, ან დაუშვათ ისე. ანუ არ მეგონა, მაგრამ აი სრულიად არც ველოდებოდი, მაგრამ ან დაგაბრუნებენ უკან დაგაბრუნებენ და გეტყვიან რომ ძალიან კარგი მაგარი ნუ შეთავაზება ან დარჩი გეტყვიან თქვა თუ კონტრაქტი დაგემტარდებათ ან თქვენ ფიქრობდით რომ შეიძლება მომიწევს უკვე წასვლა მაგრამ აი თითქოს გაბრუნებენ იქ სადაც შენ უკვე გეგონა რომ დასრულდა რა არ იქნება ნუ მივხვდებით ვისაც არის ეს ინფორმაცია რაღაც ეგეთი მოვიდა რა ხო და დაბრუნება იქნება აუცილებლად ან კონტრაქტის გაგრძელება სრულიად მოულოდნელად და ეს ძალიან გაგეხარდება თქვენ აი გეუბნებით აქ რაღაცა ყრუმი გვეუბნება ჩვენ რომ ძალიან ნუ დამალულია აქაც დამალულია ინფორმაცია მაგრამ აი გაგეხარდებათ გეუბნებით რომ სრული კიდე შეიძლება ფულის თემაზე რაღაცას არ ელოდებოდეთ მაგრამ დაგიბრუნებენ თანხას დაუშვათ ხო ან შეიძლება თუ კლიენტები დაუშვათ ახლა დაკარგეთ ძალიან მაგარი კლიენტი ის კლიენტი დაგიბრუნდება და გეტყვით რომ არა მე ისევ მოვდივარ შენთან ხო აი რაღაც ეგეთი მომენტები არის რა ძალიან კარგი კი აქ არის ორი ტუზი всё მეტი რაღა გინდა და სამყარო არა აქ სრულის ასრულება აქ დაბრუნება და კარგულის აქ ვიღაცას ვალებით დაუბრუნდება სხვათა შორის და პლუს აქ თუ იცით როგორ არის ისეთი სიხარული იქნება რომელსაც თქვენ არ ელოდებოდეთ вообще მართლა არ ელოდებოდეთ იმიტომ რომ ტუზები ეს არის სიახლე ეს არის რაღაცა იმპულსი ეს არის ბიძგე ეს არის რაღაც ესეთი აი ეს არის უკვე მაღალი ძალების საჩუქრები გაიგეთ მაღალი ძალების ჩუქნიან იმას რასაც შენ არ ელოდებოდი დიდ სიხარულს აქ ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ თუ ზოგი სხვათა შორის აი დამავიცა მე თქვა მოდიოდა ინფორმაცია შეიძლება ბინის შეძენაზეც გაიგებთ რაღაცას ნახავთ ისეთ ბინას რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები რომელსაც თქვენ იმნა გინდა და აი შეიძლება უკვე არც ელოდებოდეთ არც ფიქრობდით მაგრამ აი მიიღებთ საბუთებს რომ თქვა დაუშვათ აგერ არის თქვენი ბინა შეიძლება დასრულდა ბინა შეიძლება ახალ ბინაში თქვა გადახვალ და ახალ წელს სიტყვაზე იქ შევხვდებით უკვე ხო აი ეგეთი რაღაც ანუ სრული მოულოდნელობა არის აი აქ კიდე ვიღაცას ნუ ეს ძალიან რა თქმა უნდა ეხლა ყველას ახლა ვერ გეტყვით რომ ასე იქნება მიიღებთ რაღაც მიმკვიდრეობას ანუ რაღაც საბუთს შეიძლება ვაფშე სრულიად მოულოდნელად საერთოდ რომ საიდან ვაფშე ღმერთო ჩემო მაგრამ დაგირეკავენ რომ გეტყვიან რომ ანუ თქვენ მიიღეთ ანუ ეს მიმკვიდრეობა და მობრძანდეთ მოაწერეთ ხელი და თქვენ იქნებათ ძალიან გაოცებული მაგრამ ეს იმხელა იქნება წინსვლა თქვენთვის რომ აი გაგიჟდებეთ იცით აი შეიძლება ისეთი ადამიანისგან სხვათა შორის რომელსაც არც იცნობს და დაუშვათ სხვათა შორის მე მაქვს ესეთი სიტუაციები კიდე გოგოები ვინც არიან საზღვარგარეთ რომ უჩუქებიათ იმ ადამიანებს ვისთანაც ეგენი ერთგულად მუშაობენ სახლები ამიტომ შეიძლება ვიღაცასთან აი ეგეთი სიტუაციაც იყოს რომ თქვა საახალწლო თქვენი ვისთანაც თქვენ მუშაობთ თქვა გეტყვის რომ მე მინდა აი ასეთი საჩუქარი გაგიკეთო ну ვნახოთ ახლა რა თქმა უნდა მე ტაროს მადლობას ვუხდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩემთან და მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს ველოდებით თქვენს გულებს კომენტარებს რომელიც მე მithფობს გულს და სამყაროს მადლობას ვუხდით რომ ჩვენ გვაძლევს ასეთ კარგ ინფორმაციას მიიღეთ მადლიერებით ჩემო ლამაზებო და მიეცეთ თავს უფლება რომ გქონდეთ ის ბედნიერება რომელიც თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ